შევღეს და დილის სპორტულ მიმოხილვას კახა გელაშვილთან ერთად ჩემოგდავასებთ დილამშვიდობის კახა. დილამშვიდობის საზაზე მოგესალმებით ძირფასო რადიო მსმენელებო, ტელემაყურებლებო. მოახლოვდა ის დრო, როდესაც ჩვენ საფეხბურთო მთავარ ფორუმზე უნდა ვისაუბროთ. დღეს დაიწყება და ეს კვირა იქნება მთავარი გამხსნელი ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატისა, რომელიც ისტორიულია, ბევრი ფაქტორიდან გამომდინარე და მინიმუმ იმ პოლიტიკური თუ გეოპოლიტიკური რეალობის ფონზე, რასაც ჩვენ თვალს ვადევნებთ და ვუსმენთ. აბსოლუტურად გეთანხმები. და მით უმეტეს აფრულ ყველაზე საინტერესო და საგულისხმო არის ირანის საფეხბურთო ნაკრები, რომლის ამ ჩემპიონატში მონაწილეობა არ მონაწილეობაზე პირველი საბრძოლო მოქმედებების შემდეგ ცალსახად ითქვა, რომ დიდი ალბათობით არა, შემდეგ მოულოდნელად ითქვა, რომ კი. და ახლა როდესაც ეს ყველაფერი იდეაში ყველას იმედი ქონდა, რომ წარიმართებოდა მინიმუმ დროებითი მშვიდობის ფონზე ან სამშვიდობო შეთანხმების ფონზე, ჩვენ მორიგი საბრძოლო დარტყმები და საბრძოლო აქტივობა ვიხილეთ შტატების მხრიდან ირანთან მიმართებაში და ახლა უკვე ირანის ნაკრები მობილიზებულია და მზად არის ფეხბურთისთვის რა როგორ გაგრძელდება ჩვენ ეს არ ვიცით. და საგულისხმო იყო აქვე დავძენ ერთი განცხადება ამერიკელი დიპლომატების მხრიდან, რომ კაცრად გავაკონტროლებთ, რომ ირანის სანაკრებო შემადგენლობაში არ იყვნენ ის ადამიანები, ვისაც შეხება რა აქვს ფეხბურთთან და ზუსტად ვიცოდეთ ვინ იქნებიან. გუშინ გავრცელდა ინფორმაცია ირანის ოფიციალური პირების მხრიდან, სკანდალით იმუქრებიან ირანელები. კერძოდ საუბარია პოლიტიკურ, თქვა სხვადასხვა ატრიბუტიკის გამოყენებაზე, პოლიტიკურ დემარშზე, მატჩების მსვლელობისას, როდესაც ირანის ნაკრები ითამაშებს, როგორც ცნობილია, ორ შეხვედრას მსოფლიო ჯგუფური ეტაპისა ირანი ლოს-ანჯელესში ჩაატარებს, თავად მექსიკაშია ნაკრები. გულშემატკივრების ირანელი გულშემატკივრების ირანიდან ჩასული გულშემატკივრების გარეშე, თუმცა კი ლოს-ანჯელესში როგორც ცნობილია 2 მილიონზე მეტი ეთნიკურად ირანელი ცხოვრობს და მათი უდიდესი უმრავლესობა წინააღმდეგია. ბუნებრივიც არის ამერიკელი ირანელები არიან ირანის დღევანდელი ხელისუფლებისა და ისინი აპირებენ, გეგმავენ, ყოველ შემთხვევაში გააკეთა ამ ერთ-ერთი ორგანიზაციის ერთ-ერთმა წევრმა, რომ აუცილებლად ძველი, თქვათ, შახის პერიოდის დროშის გამოფენას გეგმავენ, რომელიც დღეს უკვე აღარ არის ირანის დღევანდელი ხელისუფლება. და ესეც საინტერესო მომენტია, იქ კი არიან ირანელები, როგორც შენ აღნიშნე, მაგრამ მათგან ძალიან ბევრი სწორედ შახის ირანის მომხრეა და იმიტომაც აღმოჩნდნენ იქ და ახლა ნაკრები რომელიც იქ ითამაშებს შახის ირანს არ წარმოადგენს, საერთოდ სხვა ირანს წარმოადგენს და საქომაგოდ მივლენ იქაც თუ ხო, აი ეს გადაძახილებისთვის ერთმანეთის მიმართ კიდე სხვადასხვა ატრიბუტიკაზე, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი არის აი ეს დროშა, რაც ძალიან აღიზიანებს ირანის დღევანდელ ხელისუფლებას, ძველი ლომის და მზის ემბლემა გამოსახული დროშაზე, აი ესეთი თქვა დემარში რომ დავინახოთო, ეს ირანის ოფიციალური პირის განცხადება ირანის ნაკრები დატოვებს შეწყვეტს მას და დატოვებს სტადიონსო და შეიძლება საერთოდ მსოფლიო ჩემპიონატს. ეხლა ირანის ნაკრების გამოკლებით, რა თქმა უნდა, მსოფლიო ჩემპიონატი არ ჩაიშლება, თქვა სიტყვაზე, მაგრამ ბუნებრივია, გარკვეული უარყოფით ზეგავლენას მოახდენს, რა თქმა უნდა, სპორტია, ფეხბურთია და აი ესეთი ტიპის ყოფილა ადრეც სპორტის ოლიმპიადები, ოლიმპიზმის ისტორიაში უარესი უბედურებების მომხდარა მიუნხენის ოლიმპიადას გულისხმობ, თუმცა ნებისმიერი მცირე მსგავსი თქვათ დემარშიც კი რა თქმა უნდა უარყოფით იქნება, უარყოფით ზეგავლენას მოახდენს. კიდევ ერთი თემა, რომელიც შეიძლება საფეხბურთო ნაკრებს არ ეხება, მაგრამ კონკრეტულ არბიტრზეა საუბარი, მე ვგულისხმობ იმ სომალელ არბიტრს, რომელსაც უნდა ემსაჯა და იმ მხარისთვის ეს დიდი ამბავი იყო და ვიცით რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ის არ შეუშვეს და დააბრუნეს შეერთებული შტატებიდან მსოფლიო ჩემპიონატზე ის ვეღარ იქნება როგორც მსაჯი და საერთოდ შტატებში ვეღარ შედის, ხო? ხო, არა და FIFA-ს კატეგორიის საკმაოდ მე ხომ მსოფლიო ჩემპიონატზე რომ მსაჯი მოხდება, ის არის კონტინენტის საუკეთესო მსაჯად იყო მიჩნეული. კი ბატონო, და შემთხვევითი მსაჯები არ ხდებიან იქ. მით უმეტეს როგორც თავად აცხადებს და როგორც იყო ახლა ესეც ვიზაც ჰქონდა და სამუშაოს უფლებაც, ანუ სამუშაო საჯობის უფლებაც მსოფლიო ჩემპიონატი, თუმცა აეროპორტიდან გავუშვეს პირდაპირ თქვათ თურქეთში და იქიდან სამშობლოში მიიღეს როგორც გმირი.
რა ხერი მას ამით. ხო, რომელიც ნუ თქვა თავისი პოზიცია და მიზეზი არის საკმაოდ ბანალური, არ ვიცი ახლა ოფიციალური მიზეზი არის ის რომ მას ბრალი დასდეს ტერორისტულ ორგანიზაციებთან კავშირში ამ სომალის. არ ვიცი, აი ომარ აბდულკადირ არტანს რა კავშირი აქვს სომალელ ტერორისტებთან არ ვიცი, მაგრამ იქაც ახლა შეიძლება ვინმე ნათესავია ამის იმ ერთ-ერთ იმ ტერორისტულ ნავში მჯდომი და მაგიტომაც გადაწყვეტეს. არ ვიცი, მაგას ჩვენ ვერ გავიგებთ, ალბათ ვერ ან მეზობელია ნათესავი ვიღაც. არ ვიცი, შეიძლება ისა დიდ ნავებზე თავდასხმებს შორის ფეხბურთის მატჩებს ატარებენ და ამას თხოვდნენ საჯაროს. არ შეიძლება, ხო. მოდი დღევანდელ შეხვედრაზე ვისაუბროთ. დღეს იხსნება მსოფლიო ჩემპიონატი რიგით 23 უკვე რამდენიმე რეკორდი ჯერ არ დაწყებულა, მაგრამ უკვე რამდენიმე რეკორდი სახეზეა. კერძოდ მონაწილე ნაკრებთა რაოდენობა საკმაოდ გაიზარდა როგორც FIFA-ს გადაწყვეტილებით. ასევე სამ ქვეყანაში ჩატარდება პირველად მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში, ამერიკა, კანადა, მექსიკა უმასპინძლებს და 39 დღის მანძილზე გველის 39 დღე გაგრძელდება მსოფლიო ჩემპიონატი. დიდი ალბათობით ასეც იქნება დაუვიწყარი არაერთი მატჩის ხილვა. თუმცა დღევანდელი შეხვედრის შესახებ მინდა ვთქვა 2 სიტყვით. აცტეკა სტადიონი, ლეგენდარული სტადიონი, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატის მსვლელობისას უკვე დღეიდან ოფიციალურად Estadio Ciudad de Mexico ეწოდება, მეხიკოს საქალაქო სტადიონი. თუმცა ეს აცტეკა სტადიონია, ყველა მასე ვიცით. ასე შეჩება მესამედ მიიღებს მსოფლიო ჩემპიონატის გახსნას, ესეც რეკორდია, 3 მსოფლიო ჩემპიონატის გახსნა. არც ერთ სტადიონზე არასდროს არ გამართულა, ეს პირველი შემთხვევაა. უდიდესი საერთოდ ლათინური ამერიკის უდიდესი სტადიონი 87,000-ზე მეტი გულშემატკივარი ეტევა სტადიონზე. არაერთი დაუვიწყარი მატჩი გამართულა, არაერთი დაუვიწყა და შეიძლება ითქვას ჩემი სუბიექტური აზრია, ყველაზე ბევრი დაუვიწყარი მატჩები, რომლებიც გულშემატკივარმა ტელეეთერით იხილა, სწორედ აცტეკაზე გაიმართა. სწორედ 80-იანი წლების ჩემპიონატი კიდე ცალკე თემა. 1970 წელს ბრაზილიის ნაკრებმა, სწორედ პელეს დახმარებით აღმართა ჟიული რიმეს სახელობის თასი, რომელიც ამუდამ მფლობელობაში გადაეცა და შემდეგ ამ 1000 თავგადასავალი გადახდა როგორც ვთქვით. აი მე აცტეკა სტადიონზე იზეიმა ბრაზილიამ მესამე მსოფლიო ჩემპიონობა. იმავე მსოფლიო ჩემპიონატზე, იმავე აცტეკა სტადიონზე გაიმართა ნახევარფინალური მატჩი იტალია-გერმანია, რომელიც FIFA-ს მიერ მსოფლიო ჩემპიონატების ყველაზე საუკუნის მატჩად არის აღიარებული, რომ იტალიამ დამატებით დროში 4-3 მოუღო გერმანიას, სწორედ აცტეკა სტადიონზე გაიმართა. იქიდან 16 წლის შემდეგ 1986 წელს მარადონას არგენტინა სწორედ აცტეკაზე მოიგო ფინალი გერმანიასთან, ასევე ფანტასტიკური მატჩი 3-2 და იმავე მექსიკის მსოფლიო ჩემპიონატზე, იმავე აცტეკა სტადიონზე გაიმართა ნახევარფინალური მატჩი, მეოთხედფინალური უკაცრავად არგენტინა ინგლისი, რომელიც მაშინ უმეტეს ისტორიული პოლიტიკური დაპირისპირებაც იყო. კი ბატონო, და ეს ცნობილი ღმერთის ხელი, ხო? ნახტომში. ესე იგი მარადონას სოლო რეიდი, რომელიც ასევე მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში ულამაზეს გოლად არის მიჩნეული, 60 მეტრი რომ გაიარა მარადონამ ბურთით, გზად 5 ინგლისელი მოატყუა. მანამდე 4 წუთით ადრე ხელით ღმერთის ხელა წოდებული. აი ამ აცტეკა სტადიონზე გაიმართა და რა თქმა უნდა ეს დიდი მოვლენა კვლავ ამ სტადიონზე. თავად მექსიკის ნაკრები სხვათა შორის მერვედ მონაწილეობს მსოფლიო ჩემპიონატის გახსნით მატჩში. როგორი ღარიბი ისტორია აქვს. ესეც რა თქმა უნდა უდიდესი ისტორია. ხო, ნუ ამ ხრივ მართლაც გამორჩეულია და დიდი გამოცდილება აქვს და რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს ამ განვლილი 7 გახსნითი მატჩი და მექსიკას არც ერთი მატჩი არ მოუგია. ანაგებდა ან პრესამთავრებდა. ჩვენთვის ქართველი გულშემატკივრისთვის მექსიკის ნაკრების მონაწილეობით ალბათ კი არა, ასეც არის ყველაზე საინტერესო იყო 1970 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მექსიკის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნა. მექსიკა საბჭოთა კავშირია იმავე აცტეკა სტადიონზე, რომელიც უგოლოდ 0-0 დასრულდა და იმ მსოფლიო ჩემპიონატზე, ანუ 1970 წელს პირველად იქნა გამოყენებული ბარათების, წითელი და ყვითელი ბარათების სისტემა, რომელიც მე ნორმატივი პირველი ყვითელი ბარათი მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში მიიღო კახიასათიანმა. შესულია ისტორიაში ესეც რომ იმ საჯის გვარიც ის გაფრთხილება რისთვის როგორ ანაირად და
კახი ასათიანი ფიგურირებს აქვს როგორც პირველი ფეხბურთელი, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე მიიღო ყვითელი ბარათი. ეს მსოფლიო ჩემპიონატით შევა ცალსახად ისტორიაში სიახლეებით, ახალი წესებით, რომელიც ფეხბურთში დაინერგება, ამას საუცლებლად დაუბრუნდებით, მაგრამ შენ რაც ახსენე იმ ასპექტში, უკვე არ დაწყებულად რამდენ რეკორდს ხსნის ხო ეს ჩემპიონატი სიახლეების თვალსაზრისით, თუმცა გარკვეულწილად პირველივე მატჩი ისტორიასაც იმეორებს იმ თვალსაზრისით, რომ ამ შენ მიერ ნახსენებ აზტეკის სტადიონზე მექსიკის ნაკრები სამხრეთ აფრიკას მასპინძლობს. არა და 2010 წელს სამხრეთ აფრიკაში სამხრეთ აფრიკა სწორედ მექსიკის ნაკრებს მასპინძლობდა და შევახსენებ ბერსმენელს, ვინც ფეხბურთის, საშუალო დონის მოყვარულია და ჩემპიონატების მატჩებს ალაგ-ალაგ უყურებს ხოლმე. ეს ის ჩემპიონატია, როდესაც ცნობილმა შაკირამ შექმნა სიმღერა ვაკა ვაკა. ფეხბურთზე უფრო პოპულარული იმ ჩემპიონატზე მე მგონი პოპულარული გახდა ეს სიმღერა, ხო ეს იშვიათი გამონაკლისია, როდესაც ჰიმნი, რომელიც ერწყმება კონკრეტულ ჩემპიონატებს. ჰიმნებსაც შეეხება იტალიის ჩემპიონატის 1990 ჩემპიონატის ჰიმნი. არ ვიცი მე მგონი ახლაც განმეორებელი. ისე შაკირა და მსოფლიო ჩემპიონატები, ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატები მე მგონი ისე პარტნიორები გახდნენ უკვე რა მე რამდენი მსოფლიო ჩემპიონატისთვის იმუშავა. ხო, ფერაპიკეს ცოლი იყო და ფეხბურთელის ცოლობა იმდენად წარმატებული არ აღმოჩნდა, როგორც საფეხბურთო ჩემპიონატების ჰიმნის შესრულება. ისე სხვათა შორის ეგ მსოფლიო ჩემპიონატი 2010 წლის სამხრეთ აფრიკის მსოფლიო ჩემპიონატი ასევე ისტორიულია აფრიკის კონტინენტზე პირველად გაიმართა მაშინ მსოფლიო ჩემპიონატი და ბევრ გულშემატკივარს ის მუნდიალი ახსოვს როგორც ვუვუზელას გამაყრუებელი ხმით რომელიც თან ახლდა და გარკვეულ ემოციას ესე თქვათ იმ მსოფლიო ჩემპიონატის ატმოსფეროს ქმნიდა ხო იმის ესეთი გულის გამაწვრილებელი ხმა მთელ სტადიონში მთელი ყველა მატჩის მანძილზე ეს იყო ასე რომ დღეს სამხრეთ აფრიკა ასევე თავისი გარკვეული ისტორიითაა ჩასული ასტრიკა სტადიონზე შეხვდება მექსიკის ნაკრებს და ეს იქნება გახსნითი მატჩი აქვე აღნიშნოთ რომ ასტრიკა სტადიონი მდებარეობს ზოგადად ეს დედაქალაქი მექსიკის ზღვის დონიდან 2400-2300 მეტრ სიმაღლეზე, ძალიან მაღლა. ძალიან რთულია, რა თქმა უნდა, იქ ფეხბურთის თამაში, ნებისმიერი თქვათ ევროპიდან განსაკუთრებით ევროპელებისთვის და არა მარტო ევროპელებისთვის ჰაერში ნაკლები ჟანგბადია, იქ ბურთიც უფრო სწრაფად მოძრაობს. მექსიკას კიდე არა უშავს იმ სამხრეთ აფრიკულ ქვეყანასთან შედარებით, სადაც სამხრეთ აფრიკელებსაც უჭირთ ხოლმე მისვლა და თამაში, ხო? სადაც 3000 მეტრზე მაღლა. ანუ ადაპტაციას საჭიროებს, რა თქმა უნდა, ეხლა მეხიკოში თამაში გუნდებისთვის, რომლებიც შედარებით დაბლობიდან ჩადიან. ნუ 2020-ით 2000-დან 2020-მდეა და ეს ჩვენნაირი ქვეყნებისთვის შეიძლება არ არის ისეთი რთული, მაგრამ იმ ქვეყნებისთვის, რომელიც მაგალითად ნიდერლანდებისთვის სამხრივ საერთოდ სხვა მოცემულობა. აი ამ ყველაფერს კახა ისიც უნდა დავუმატოთ, რომ ზღვის დონიდან სიმაღლეების გარდა ამერიკის კონტინენტზე და ევროპის კონტინენტზე ღამე დღე სხვადასხვა დროსაა. ამ ყველაფერთან შეგუება და ადაპტაციას ალბათ ცალკე გამოწვევაა. ისე დღევანდელი მატჩი ჩვენთვის ხელსაყრელ დროს იწყება 23 საათზე თბილისის დროით. აქვე ვთქვათ, რომ ეს გახსნითი მატჩია და მეორე შეხვედრა უკვე თბილისის დროით ხვალ დილის 6 საათზე დაიწყება. ესეც პირველი ჯგუფის მატჩია სამხრეთ კორეა ჩეხეთის რესპუბლიკა, სამხრეთ კორეა ჩეხეთი. ძალიან საინტერესო მატჩი სავარაუდოდ და ესეც მექსიკაში გაიმართება ზაბობალში. და უკვე მესამე მატჩი მსოფლიო ჩემპიონატზე უკვე ხვალ საღამოს 11 საათზე, 23 საათზე უფრო სწორად ჩვენი დროით გაიმართება. ასე რომ იწყება მსოფლიო ჩემპიონატი, მოდი აქვე ვუთხრათ გულშემატკივარს, რომ დღეს დასრულდა ამხანაგური მატჩების სერია წინა სამუნდიალო მატჩების სერია. აგერ პორტუგალიამ მოუგო ისეთ აფრიკულ გუნდს, რომელიც ჩემპიონატზე ვერ გავიდა. სხვა გუნდებმაც ითამაშეს. დღეს გამთენიისას ინგლისმა ამერიკის შეერთებულ ორლანდოში ჩაატარა. ტომას ტუხელის გუნდმა კოსტა-რიკა იყო ინგლისელთა მეტოქე, უპრობლემოდ 3-0 მოიგო და ბოლო მატჩი მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე ნაკრების ბოლო შეხვედრა, იქვე ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიმართა. ალჟირი, ბოლივია, ალჟირი მსოფლიო ჩემპიონატზე საკმაოდ შეეთი კარგი გუნდით არის ჩასული და 4-0 გაანადგურა ალჟირმა, დილის 4 საათზე დაიწყო თბილისის დროით ეს მატჩი.
ბოლივიის ნაკრები, ასე რომ ამხანაგური მატჩების სერია დასრულდა წინა სამუნდიალო და ზოგადად ნებისმიერი. ახლა მთელი ყურადღება უკვე მსოფლიო ჩემპიონატისკენაა. და კახა, სანამ ჩვენ როგორც ვთქვით, წესებსაც უნდა გამოვეხმაუროთ, ალბათ კატასტროფული და რადიკალური ცვლილებები აქ არ არის, მაგრამ გარკვეული სიახლეები ცალსახად არის და ამ მსოფლიო ჩემპიონატზე დამკვიდრდება ფეხბურთში და მერე დრო აჩვენეს, რამდენად საჭიროა ან დროებით მოვლენად დარჩება, თუმცა ერთ ფაქტსაც აღნიშნავ, ამასობაში სოფლიო ჩემპიონატის საფეხბურთო სოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე მთავარმა საფეხბურთო ადმინისტრაციულმა ორგანიზაციამ, ამ შემთხვევაში FIFA-მ, მართლაც რამდენიმე დღით ადრე ჰაიტის ნაკრებს მოთხოვა თავისი საფეხბურთო ნაკრების შეცვლა. პრობლემა იყო დიზაინში, ჰაიტის ნაკრების მაისურზე და ლოგოტიპზე, მე მგონი ლოგოტიპზეც მაისურზე ცალსახად. მაისურზე წინ. ხო, გამოსახული იყო ბრძოლის სამსახველი კადრი და ეს იყო ის მათი მნიშვნელოვანი ბრძოლა, რომლითაც მოიპოვეს მე-19 საუკუნის დასაწყისში ამ სახელმწიფომ მოიპოვა დამოუკიდებლობა და 1804 წელს. სამში. და მე ხო, ეს დეტალი რომ არ ყოფილიყო ვინმესთვის ზემოქმედების საგანი და ასე შემდეგ, FIFA-მ გადაწყვიტა რომ საერთოდ შეეცვალათ მაისურები. ცოტა დაიხარჯნენ, მაგრამ პრინციპში ისეთ ფორუმში მონაწილეობენ, რომ ეს ხარჯებიც ღირს და ის ძველი ლოგოტიპიანი მაისურიც მათი დიდების დარბაზში ალბათ დაიმკვიდრებს. კი, ეგ ისტორია რა იყო, ესე იგი, როდესაც ნაპოლეონის ჯარი შევიდა ჰაიტიზე. პოლონელი ჯარისკაცები იყვნენ და მათ უარი თქვეს, ესე ვთქვათ, აი ამ ბრძოლებში მონაწილეობას და ჰაიტელ ჯარისკაცთან მხარეს გადავიდნენ და ერთ წლის მერე 1803-ში როგორც შენთქვი, რო შემეშალა 1804. არა, როგორ გიგადრო ეს ერთი წელი რა. აღიარეს დამოუკიდებლობა იმის შემდეგ აღინიშნა ჰაიტის ხო დამოუკიდებლობისას. და ჰაიტის დამოუკიდებლობა. ხო და მას შემდეგ პოლონეთი მათთვის არის ნომერი პირველი მეგობარი სახელმწიფო და როგორ გამოხატეს არ მოიდგინე მსოფლიო ჩემპიონატზე გულზე პოლონეთის დროშა უნდა ყოფილიყო. ხა ბევრ შეიძლება არ უცოდნოდა ეს და ბევრს არც ესვენებოდა ეხა ეს ფაქტი და გაატარებდა ისე, მაგრამ მას ახსნა გადასჭირდა ყველა ქვეყნის ნაკრები მარტო ფეხბურთში არა, ნებისმიერ მსოფლიო ჩემპიონატზე, ნებისმიერ დიდ ტურნირზე თავისი ქვეყნის ატრიბუტით გამოდის, სახელმწიფო დროშა იქნება ეს თუ იგივე ჰიმნი თუ სხვადასხვა ღერბი და აქ ეს იქნებოდა გარკვეული მოულოდნელობა, მსგავსი რაღაც მე არც გამიგია რომ სხვა ქვეყნის დროშა კონდეს მაისურზე ამა თუ იმ ქვეყნის. მაგრამ კარგია, როდესაც საუკუნის მერეც არ ავიწყდებათ კარგი საქმეების სხვისი მხრიდან, საუკუნეების შემდეგ სხვისი მხრიდან, სხვა სახელმწიფოს მხრიდან მათთვის გაღებული ყავაწილი. კარგი, ახლა დაუბრუნდეთ იმ ახალ წესებს, რომლებიც ამოქმედება ამ მსოფლიო ჩემპიონატზე და ალბათ დავიწყოთ საუბარი 5 წამიანებით, ხო? ეს 5 წამიანები 30 წამიანი და ამ შემდეგ მსგავსი მცნება ნაცნობი იყო, ასე ვთქვათ, საკალათბურთო სივრცისთვის, თუმცა ფეხბურთში ასეთი რამ არ ყოფილა. ახლა უკვე ჩვენ ძალიან ხშირად გვინახავს, როდესაც ტაქტიკურად დროის გაწვლის თვალსაზრისით მეკარეები ბურთს ხელში იღებდნენ, წელავდნენ დროს და ერთ 30 წამს ვითელ ბარაძე თანახმანი იყვნენ. ხო, თანახმანი იყვნენ, მაგრამ სადღაც როდესაც რჩება 3-4 წუთი, იქ 30 წამიც გაწელვა დროის უკვე დიდი ამბავი იყო, ხო? შესაბამისად, აი აქ უკვე დაწესებული ახალი კანონით 5 წამს თუ გადააცილებს შეყვანას ბურთს მეკარე, შემდეგ უკვე მათზე ზემოქმედება მოხდება და ამ ყველაფერს, ასე ვთქვათ, საჯი უბრალოდ არ გაატარებს. და თუ კი მეორე 5 წამიანი, რომელიც უკავშირდება გვერდითი ხაზიდან ბურთის შემოტანას, იქაც რამდენჯერ ყოფილა ხო შემთხვევა, ჯერ საითანაც უნდა შემოაწოდოს ბურთი, იმას გაცდება, სადღაც იქით წავა და ასე შემდეგ. აქაც თუ 5 წამს თუ გადააცილებენ ბურთის შემოტანას აუტის ხაზიდან, მაშინ უკვე ბურთი გადაეცემა მეტოქე გუნდს და ეწყვიან რომ ახლა შენ ჩააწოდეო. იმანაც თუ გადააცილა. იმანაც თუ მე აქის და აი ასე გავადრო. ამასობაში მე მაყურებელი ჩავადა. კი, აი ესე ვთქვათ რომ ამ სოფლიო ჩემპიონატზე, გასაკუთრებით აი მექსიკის და იგივე ამერიკის შეერთებული შტატების იმ ქალაქებში, სადაც აუტანელი სიცხეა, პირველი და მეორე ტაიმების შუაში 22 წუთზე სავარაუდოდ და შემდეგ უკვე
მეორე ტაიმის 22 წუთზე არის პაუზა იქნება წყლის გასაგრილებლად ფეხბურთელებისთვის და ცოტა ესეთ აზემო სასვლელად ეხა ეს ადრეც იყო ხოლმე მაგრამ ეს უკვე ოფიციალურად ყველა მატჩი როგორც ერთმა ადამიანმა როცა ესეთ ბაცუყურები თქვა ახლა ალაფურშეტი იწყებაო მარტივია ალაფურშეტი წავლენა წაიხებსებენ და გამოვლენ ხო შეცვლილი ასევე იცვლება ვიდეო რეფერის წესით დამატებითი დამხმარე ყოლება ვიდეო რეფერის და უფრო მეტი კონტაქტი იქნება მსაჯთან რაც ისთვის აბუნებრივია ხო რომ სოფლიო ჩემპიონატზე თქვა რაიმე გაუთვალისწინებელი ეპიზოდის თქვა იქ აღმოფხვრა მოხდეს რომელიც ჩვენს გვახსოვს ახლა არც თუ ისე შორეულ წარსულში როდესაც არ არსებობდა ვარი და უამრავი საკამათო ეპიზოდი იგივე თქვა სულ თვალწინ მიდგას ინგლისი-გერმანიის მატჩი რომელიც გერმანიამ 5-1 მოიგო კაპელოს ინგლისთან 2-0 იყო 2-1 გახადა ინგლისმა და შემდეგ ლამპარდის შორეული დარტყმა რომელიც ზედაძელს მოხდა და კარის უკან მის ხაზის უკან ჩაეშვა სუფთა გოლი იყო თუმცა არ ჩაითვალა ის 2-1 შემდეგ წამოიღო გერმანიამ უკვე სხვა დემორალიზებული ინგლისი 3-1 4-1 სოფლიო ჩემპიონი გახდა ძალიან მაგარი გუნდი იყო ეგ არნიშნავდა იმას რა თქმა უნდა რომ 2-2 რომს გამختارიყო რომ ჩაეთვალათ ის გოლი ინგლისი მოიგებდა აუცილებლად მაგრამ ფაქტორი ფსიქოლოგიური ფაქტორი ხომოცემულობისა იქნებოდა დღევანდელ რეალობაში ვიდეო რეფერის არსებობის შემთხვევაში ეს გოლი აუცილებლად ჩაითვლება მაგრამ ბევრი ისეთი მატჩიც ვნახეთ ვარის არსებობის მიუხედავად მაინც რომ ჰაერში დარჩენილა და შენი თქმის არ იყო საქმე მახსენდება კავანის ქმედება ურუგვაის ნაკრებისა როდესაც ფეხით ჩამოაგდო იმ ფეხით რომელთაც გოლი უნდა გაეტანა ტელევიზორი გადმოაგდო ვარისა ხო ასე არის ხო წესით უნდა მოექნია ის რომ თუ გაეტანა გოლი და გარდაჭერა ყველა დაინახა ხო კი გავაგრძელოთ და დაუბრუნდეთ ახალი წესების ასპექტს ვთქვათ ისიც რომ ასევე დროის გაწილვის ერთ-ერთი საშუალება იყო თუნდაც ბოლო წუთებზე რამდენჯერ ყოფილა მწვრთნელებს ტაქტიკური თვალსაზრისით შეცვლა გაუკეთებია და ეს შეცვლა ისე იწელებოდა და კონფლიქტის მიზეზი იყო და ასე შემდეგ ხოლმე და ახლა ახალი კანონით, როდესაც იცვლებიან ფეხბურთელები, მათ აქვთ დრო 10 წამი. თუ 10 წამის განმავლობაში არ გავიდა მოედნიდან ფეხბურთელი და არ შემოვიდა ახალი ის გასასვლელს მაინც მოუწევს გასვლა, მაგრამ შემსვლელი შეიძლება 1 წუთის რადიუსში დააყენონ გვერდით ხასთან და საერთოდ არ შემოუშვან და ეს 1 წუთი არის მომენტები რომ ჩვენ გვიხილავს 11 კაცით დარჩენილი 10 კაცით დარჩენილი გუნდი რომლებიც სწორედ იმ 1 კაცის არ ყოფნის გამო 1 წუთია დარჩენილი ხო და 1 წუთია დარჩენილი და გოლი მიუღიათ და მარცხი განუცდიათ ამასობაში ანუ ეს 1 წუთი აი კიდე მეორე მომენტი როდესაც ასევე ამასაც დროის გაწელვის ფაქტორით იყენებდნენ როდესაც ტრამვას ღებულობდნენ. ეს ცალკე თემა იყო სამსახიობო ნიჭი და უნარი ფეხბურთელებისა, ვის როგორ გამოძდიოდა, ვინ რამდენად პლანკია, რამდენად მოქრილია. ამაში რამდენი ფეხბურთელის ვარდნაში ცალსახად იკითხებოდა, რომ შეგნებულად აკეთებდა და რამდენისაში გაურკვეველი იყო და ისე ოსტატურად ახერხებდა ამას. ბევრი ფეხბურთელი სხვადასხვა მაგას უფრო კარგად ახერხებდა, ვიდრე ფანდით მეტოქი გუნდის წარმომადგენლების გაუგნებასა და გოლის გადანას ხო, კი ბატონო. ქართველი საქართველოს დინამოს ფეხბურთელი. კი ბატონო. სამხრეთული ქვეყნების ფეხბურთელებში ეს აი ამის გაბუქება, გაფორმება ძალიან თემა იყო. არის ალბათ. ხო, აქტიური და თუ მოკლედ მოუწევთ თერაპევტის დახმარება, აუცილებლად უნდა დატოვონ მოედანი. მე გუნდის მინდორზე მოთამაშე ფეხბურთელები, მაგრამ მეკარეს ეს არ ეხება. თუ ტრამვა დაჭირდება და თქვათ ფიზიოთერაპევტის ჩართულობა საჭირო, ამ შემთხვევაში მეკარეს არ მოეთხოვება, რომ ლოგიკური და გასაგები მიზეზების გამო. ესეც რო შემოიტანონ მაგარი იქნება, ხო? მეკარე რომ ტრამვის გამო მოედნიდან გავიდეს, თამაში დაიწყოს და მერე შემოუშვენ მეკარე. კიდევ ერთი ასპექტი არის ის რომ ვარი შენ მიერ ნახსენები ვარი, სად შეუძლია გამოიყენოს უკვე კუთხურების თემატიკასთან მიმართებაში, რაზეც დიდად აქცენტი არ კეთდებოდა, ხო, აქამდე უფრო საკამათო მომენტებზე, პენალზე იყო აქცენტი გაკეთებული, მაგრამ კუთხური რამდენად სწორად არის დანიშნული თუ არ არის დანიშნული, ამაზე შეუძლია რომ საერთოდ მივიდეს და ვარის მონიტორით გადაამოწმოს და მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება.
ხო, ასე ვთქვათ, ნოვაციებით სავსე მსოფლიო ჩემპიონატი იწყება უამრავი სიახლე. კიდევ ერთი მეორე ყვითელი ბარათით შეიძლება რომ გადახედვის საგანი გახდეს საჯის მხრიდან, კი ბატონო, ანუ მეორე ყვითელი ბარათი რომელიც გააძლევს რამდენად ასე ვთქვათ, მისაღები იყო პირდაპირ მსოფლიო ჩემპიონატზე ამდენი სიახლისგან იყო ეს სხვა თემა, ამას უკვე მსოფლიო ჩემპიონატის ესეც მინდა რომ აღვნიშნოთ და არ გამოგჩეთ, რომ ფეხბურთელებს შორის აგინკლავება გასაგებია ყოველთვის არის და ეს ცალკე ფსიქოლოგიური ზემოქმედების საგანი იყო და ამ ხრივ ფიზიკური უხეშობით გამორჩეული ალბათ კლასიკა გატუზო იყო მაგალითად სხვა ფეხბურთელებთან ერთად, მაგრამ აი ახლა უკვე აიგრძალება და დაიჯება, როდესაც ფეხბურთელები ერთმანეთს წაიკინკლავებიან, მე მგონი სხვებთანაც ურთიერთობაში ჩვენ ძალიან ხშირად გვიხილავს, როდესაც ერთმანეთს რაღაცას ეუბნებიან, პირზე ხელს იფარებენ, ხო? ეს ანუ ჩვენ მაფიის შესახებ ფილმების ხშირი ყურება არ დავიწყე და იქ არ დავასკვენით რომ თურმე ტუჩების მოძრაობით კითხულობენ რას ვამბობთ ზუსტად ასე ხდებოდა ფეხბურთელებთან მიმართებაში და ამიტომაც დაიწყეს ხელის აფარება და ახლა ეს ჟესტი იქნება ასევე დაჟის საგანი, მაგრამ ვიღაცა მექანიკურად რო გაკეთებს, სანამ ამას გადაიჩვევიან, ესეც ცალკე თემაა. ეს ფართოდ მიღებული ყველა მარტო ფეხბურთში ყალათმოჩის გვინახავს აფარები. ხო, ნუ გასაგებია იმდენი კამერა უყურებს, რომ ტუჩის თითოეულ მოძრაობას აღიქვამენ და ხვდებიან რა უთხრეს ერთმანეთს. რამდენიმე თვის წინ იყო, როდესაც ვინისიუს ზუსტად კი აღარ მახსოვს, რომელიღაც ხო არგენტინულმა ფეხბურთელმა როგორც ვინისიუსი აცხადებდა, მას რასისტული ტიპის შეურაცხყოფა მიაყენა და თან მაისური ჰქონდა ცხვირამდე აწეული. და მაგ დროს მითხრაო ხა და მაგ დროს ვერავინ ვერ და ხელით კი არ ქონდა აფარებული და ამის გამო დაისაჯა ის ფეხბურთელი. ესეც ცალკე ლოგიკა. აი ესეთი ტიპის ის რა თქმა უნდა გვახსოვს ხო იგივე ანუ აქ საუბარია რომ ზიდანი მატერაცის დუელი. ის დაფარვა ერთმანეთისთან კინკლავობის თუ საუბრის დროს არის აკრძალული, მაგრამ აქ ხელის გამოყენება, მაისურის აფარვა თუ ბურთის აფარვა ამაზე საუბარი არ არის. ხო, ნუ გასაგებია უნდა ღიათ უნდა იყოს ყველაფერი, ანუ და რას ეუბნება იქ რომ თქვათ პირველ რიგში ეს აქცენტი აკეთებულია რომ რასობრივი ნიადაგზე, რასობრივი ნიადაგზე არ იყოს თქვათ ფეხბურთელის, ამათუნე ფეხბურთელის შეურაცხყოფა და თორე სხვა მხრივ ეხლა როდესაც მწვრთნელი შეიძლება ისე დირექტივას აძლევს ფეხბურთელს რომ თქვათ იმის გაშიფრა არ უნდა მწვრთნელს რომ თქვათ სხვა მომავალმა გასაგებია ხო თქვათ წაიკითხოს და ხო იმ წუთას ხა იქ რა უკვე იმ დონეზეა ხო ტექნოლოგიას რომ იმ წამსვე შეუძლია მეტოქე გუნდის მწვრთნელს მიაწოდოს სპეციალისტებმა რომ აი ეს გადასცა და აი ეს უთხრა თქვათ იქ არის უამრავი ნიუანსები ფეხბურთელი ქვევზევით აწეის გადაანაცვლა ფლანგი შეუწოდა და ასე შეიძლება არა თქვათ მე ერთ პირადად ერთმა მწვრთნელმა უცხოელმა რომელიც ჩვენთან მუშაობდა საქართველოში მითხრა ესეთი რაღაც რომ ის კალათბურთის მასე იყო ჩვენი აკრების წევრზე მე უთხარი რომ 2 წუთში 4 პერსონალური მიიღო მე საერთაშორისო ეგ არისო მაგის საქმე რომ გავიდეს ჩაშალოს მეტოქის შეტევა თქვა იქ ნერვე გამოიყვანოს ცხოვრიდან ხო ესეც ფსიქოლოგიური ის მას არეოლება თქვა იქ მაინც და მაინც ბევრი ხულის აკეთება მეტოქე ყველაზე აქტიური მცველი სწრაფის განეიტრალება აი ამ კუთხით პერსონალური შენიშვნა 2 წუთში 4 პერსონალური ხა უბრალო გულშემატკივარი რომ ამას თვალსადევნებს იმისთვის არის რომ ამ დროს ეს არის და მართლაც აი ის კალათბურთელი არ მინდა დავასახელო არც ის გუნდი უცხოური გუნდი და არც ჩვენი კალათბურთელი და იმ დონეზე გამოვიდა მწყობრიდან რომ ფაქტურად ჩააგდო თამაში მასზე იყო დამოკიდებული ბევრი რამ ანუ მწვრთნელის ამ ტაქტიკამ და ესეთი რაღაცები თამაშის ქმედება შედეგი გამოიღო ხო შეიძლება ესეთი რაღაც უთხრას რომ აი მიდი და ის თქვათ ეხა არასპორტული გამოხდომა რა თქმა უნდა არ არის საპატიებელი ტრავმა მიაყენა მაგრამ ნებისმიერი გვახსოვს ხო თქვათ იგივე აი სტაჟიამ გულშემატკივრსაც შეუძლია ნახოს ინტერნეტით იგივე თქვათ დავით ყიფიანის და კრაუზეს ურთიერთ მთელი მატჩის მანძილზე ეს კალცაის ფეხბურთელი არ აძლევდა გასაგანს ყიფიანს ხო აშლივით დახვებოდა და ტრამვის პირას ეთამაშებოდა იგივე 82 წლის მსოფლიო ჩემპიონატი და ყასაბის მეტსახელად მონათრული ეს იტალიელი მცველი ჯენტილე რომელმაც ფაქტობრივად მოედანზე და შემდეგ უკვე მოედნის მიღმა სრული სიტყვის შინობით გალახა დიეგო მარადონა და გამოიყვანა მსხობრიდან იტალია არგენტინის მატჩზეა საუბარი თუმცა მან ეს როგორც იტალიელი ჟურნალისტები აღნიშნავდნენ უმაღლეს დონეზე შეასრულა იტალიისთვის იტალიის მსოფლიო ჩემპიონობა იმ წლის 82 წლის მსოფლიო ჩემპიონობა ძალიან დიდწილად სწორედ კლაუდიო ჯენტილეს და ასევე რა თქმა უნდა იმ ლეგენდარული გუნდის დამსახურება ანუ ეს ყველაფერი მოსულეს რა თქმა უნდა მწვრთნელის
დავალება და ამ ბეარზოტი იყო მაშინ იტალიის ნაკრების მწვრთნელი და პირნათლად შეასრულა ჟენტილე მწვრთნელის დავალება გაანეიტრალა იქ მარადონა და შემდეგ უკვე ნებისმიერი ფეხბურთელი რომელიც სახიფათო იყო შეტევაში ხდებოდა მსხვერპლი აი ამ მწვრთნელისა აი ესეთი რაღაცები ეს რომელი წლისსაც იხსენებ შენ? ეს იყო 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ესპანეთში და უშუალოდ არგენტინა იტალიის მეორე ჯგუფური მაშინ უცნაური სისტემით ჩატარდა სამგუნდიანი მეორე ჯგუფი და ბრაზილია, იტალია, არგენტინა იყო ერთ ჯგუფში. იტალია აუთსაიდერი იყო, ძლივს გავიდა ბურთების ხოლმე პირველი ჯგუფური ეტაპიდან ეს ყველა მიცის ახლა გულშემატკივრებმა. არა, მე უბრალოდ დაზუსტება რატომ მინდოდა, კახარო, ეს იყო ის შეხვედრა თუ შემდეგ იყო, როდესაც უკვე ნეაპოლში მოთამაშე, მაგრამ ნეაპოლში მე მგონი 84-ში გადავიდა, ხო? ნეაპოლში მოთამაშე. არა, მაგრამ ნეაპოლში 80. ხო, ეს ბაში ბარსელონაში იყო. ნეაპოლში მოთამაშე მარადონა რო ეუბნებოდა ნეაპოლელებს, რომ თქვენ წელიწადში 364 დღე იტალიელებმა დაარქვლიანო და მე 365 დღე ნეაპოლელი ვარო თქვენთან ერთად იტალიასთან ნაკრების ბაჩის წინ იმედით რომ ნეაპოლელები მათ უკომაგებდნენ იტალიასთან მატჩამდე თუმცა ესეც იყო მარადონა მაგრამ ჩვენ იტალიელები ვართ მე ბანერი თუმცა იტალია ჩვენი სამშობლო და ზღვათაშორის სწორედ მარადონას პასი და მე კანიჯამ გაიტანეს გოლი ერთი თუნს აგებდა არგენტინა ერთ-ერთი პირველი გოლი გაუშვა იმ სოფლიო ჩემპიონატზე იტალიის გოლი არ ქონდა გაშვებული და სოფლიო ჩემპიონატისკენ მიდიოდა სრულით ამის ნომერი პირველი ფავორიტი იყო მანამდე არგენტინა ბრაზილია გამოაგდო იგივე მარადონა კანიჯას კომბინაციით კანიჯას გოლით და აი აქ 1-1 და პენალტებში მოუგო შემდეგ გავიდა ფინალში დაუვიწყარი მაჩები უამრავი შეიძლება მოვიგონოთ ხო ეგ იყო 90 იტალიის სოფლიო ჩემპიონატი ასე რომ ეს იმზე მოვაყოლეთ ეს დიალოგი როდესაც მწვრთნელს თქვათ უფლება უნდა კონდეს ჩემი აზრით რომ ისეთი დავალება რამე აიფაროს როცა საუბრობს მაგრამ მეორე მხრივ ახლა ჩვენ გვინახავს ჩემპიონთა ლიგის მატჩები როდესაც მწვრთნელს გადაუწია მოთამაშე მინდორზე მყოფი მოთამაშისთვის რომ მიდი მეორე ყვითელი აიღე რომ მოვასუფთავოთ ეს ყვითლების ველი რომ თამამად ვიყოთ შემდეგ და ამის გამო მე დაუჟია UEFA-ს კი და ამისის გვახსოვს რომ მიუღია ყვითელი ბარადი ფეხბურთელს რომ გამოეტოვებინა შემდეგ კი ბატონო რამდენი ყოფილა ეგეთი მომენტი საუბარი აი აქ კი ბატონო კახა გვანიშნებს ნინო რომ გადააჭარბეთ კიდევაც დროს და ხო ჩემთვის ყველაზე ისეთი სენტიმენტური მომენტია და ალბათ არა მხოლოდ ჩემთვის ის რომ ეს საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატი იქნება ერთგვარი გედის სიმღერა ძალიან ბევრი ფეხბურთელისთვის ლეგენდებისთვის ეპოქალური ფეხბურთელი ეს არ ეხება მხოლოდ რონალდოს და მესის, არამედ ბევრ ფეხბურთელს და მოკლედ ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი დიდი ალბათობით ასევე იქნება ჩვენი ხვალინდელი დილის საუბრის ძირითადი საგანი და მიზეზი. მადლობა კიდევ ერთხელ დროებით. მადლობა მსმენელს და ხოლამდე